არჩევნების შემდგომ საქართველოში იქნება აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაცია და მთავრობას აღარ დაჭირდება ჩემი დახმარება. უფრო საჭირო და საჭიროებო იქნება საზოგადოების განვითარება და ჩემი გადასვლა და გააქტიურება საზოგადოებაში მოახერხებს იმას, რომ გაჩნდეს საწყისი მუხტი, რასაც ქვია სამოქალაქო საზოგადოება, და რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის სტრატეგია და განვითარება. აი იქ ვიქნები მე დავდაუზულგავი და იქ ვიმოღვაწეებ სანამ საჭირო იქნები და რასაც შევძლებ. კიდევ ვიმეორებ. ჩემი წასვლა ნიშნავს, რომ იოლი ადგილიდან გადავიდე უფრო რთულზე. ასეთ შემთხვევაში გადავალ მე მხოლოდ, რომ სადღაც დავალაგე, საუკეთესო ვარიანტს დავტოვებ იმისაც, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს დავტოვებ მთავრობაში და მხოლოდ ამის შემდგომ მე გადავალ და გავხდები საზოგადოების აქტიური წევრი და საზოგადოებასთან ერთად შევეცდები, რომ რაც შეიძლება მალე ჩვენ მივიღოთ, სწრაფად მივიღოთ ევროპული ტიპის საზოგადოება. თუ იქნება ოდნავი განცდა მაინც არასტაბილურობის, ან იქნება შეკითხვა საზოგადოების მხრიდან, ან გუნდის მხრიდან, რომ ამან შეიძლება რამე გამოიწვიოს, რა თქმა უნდა, არცადაც არ წავალ. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ, მე თავი გადავდებ, როდესაც მოვედი პოლიტიკაში, პირდაპირ მნიშვნელობით თავი გავწირე. რამე თუ საფრთხე იყო პირდაპირ განადგურების შემი და თქვენ კარგად იცით, სად მოვედი და როდის მოვედი. როგორ ფიქრობთ, რომ დალაგებულ საზოგადოებას დავტოვებ და სადმე გავიქცევი და ან მინიმუმს მივცემ დასანგრევად. არავის არაფერს არ მივცემ დასანგრევად და დესტაბილიზაციის უფლებასაც არავისაც არაფერს არ მივცემთ. გუნდსაც დავტოვებ ძლიერს და მეც ადგილზე ვიქნები ყოველთვის და უფრო რთულ ადგილზე გადავალ და არა ის რომ გავიოლო ჩემი ცხოვრება და გადავიდე და თავი ავარიდო. ეს არ მოხდება და ამის ილუზია ტყუილად აქვს ვინმეს. არა პროგნოზირებადი ვინც იყო და ვინც არის ჩვენს ხელისუფლებაში და ჩვენს ისტორიაში ვინც იყო თქვენ კარგად